ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განათლების მინისტრი რუსთავის მერთენთად სტუდენტებს შეხვდა. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით გივი მიქანაძემ საზაფხულო ბანაკების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრებს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი პროექტები გააცნო. ღონისძიება სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობასაც მოიცავდა, მათ შორის შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, გათამაშებებს, ფოტოზონასა და სხვა აქტივობებს. სპეციალური სტუმრები იყვნენ რეჟისორი გიორგი ოვაშვილი და კანადელი ახალგაზრდა ლიდერი ჯეიდენ ბრეივსი და სასულს ახალგაზრდების წინაშე ამერიკელი არტისტი ჯას ედი წარსდგა. ვაფასებთ იმას, რომ ამ დღეს შუა არდადეგების პერიოდში მათ მოიცალეს ინტერესი გამოხატეს, მოვიდნენ ჩვენთან შესახვედრად და მოისმინეს ჩვენგან ინფორმაცია, ისევე როგორც ჩვენ მოვისმინეთ მათგან იმ საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ჩვენი ახალგაზრდების წინაშე დგას. ეს რუსთავში განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ახალგაზრდული შეხვედრა გაიმართა. ზოგადად ახალგაზრდების ხელშეწყობა, მათთვის ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი სერვისების და ღონისძიებების შეთავაზება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივ დონეზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ამ კუთხით ჩვენი ქალაქების და სოფლების მიმართულებით. ძალიან საინტერესო იყო, საინტერესო რესპონდენტები და სასაუბრო თემები. გავიცანით ახალგაზრდების სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, გავუგზია ერთ-ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება.